არ ვიცი ამ ამბავზე გაგვეცინოს თუ არა, მაგრამ როგორც ხედავთ, უკვე ფემინისტურ გვერდებსაც კი გვიწევს სტალინის მემკვიდრეობის პროპაგანდასთან ბრძოლა. მითი სტალინი ამაყობდა, რომ ქართველი იყო. სტალინის ბიოგრაფია, მისი საჯარო და პირადი გამონათქვამები, პოლიტიკა და პროპაგანდისტული მიდგომები არაჩვენებს მის არავითარ კავშირს ეროვნულ სიამაყესთან. პირიქით, მისი ხელისუფლების პირობებში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად რეპრესირებული საბჭოთა რესპუბლიკა, ხოლო მისი პირადი დამოკიდებულება ქართველებისადმი ან ეროვნული იდენტობისადმი საკმაოდ ცინიკურია. პირად საუბრებში, მემუარებსა და ჩანაწერების მიხედვით, სტალინი ხშირად ირონიულად მოიხსენიებდა ქართველებს, უფრო ხშირად კი დამამცირებლადაც. საბჭოთა პროპაგანდაში სტალინის ეროვნებაზე არ კეთდება აქცენტი. ის იყო მრავალეროვანი საბჭოთა ხალხის მმართველი. ოფიციალურ ბიოგრაფიებში თუ ზოგადად პრესაში მისი ქართული წარმომავლობა მინიმალურად იყო ნახსენები, ან იყო სრულად იგნორირებული. სტალინის მმართველობის პერიოდში საქართველოში მოხდა ათასობით ადამიანის რეპრესიები, დახვრეტა და გადასახლება. 1927-38 წლების დიდი ტერორის დროს ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპრესირებულთა მაჩვენებელი ჰქონდა მთელ საბჭოთა კავშირში. მათ შორის იყვნენ პოეტები, მწერლები, მეცნიერები, მღვდლები, ინტელიგენცია, ადამიანები, ვინც საქართველოს კულტურას ქმნიდნენ. 1951 წელს სტალინის პირადი ბრძანებით გადასახლებული იქნა 10,000-ობით ქართველი მუსლიმი მესხი, რაც ერთი მხრივ ეთნიკური წმენდის ელემენტებს ატარებდა, ხოლო მეორე მხრივ აჩვენებდა, რომ ეროვნული წარმომავლობა არაფერს ნიშნავდა მისთვის, როცა საქმე მმართველობის კონტრლოგიკას ეხებოდა. და ბოლოს, სტალინს არ დაუჭერია მხარი ქართული ენის ან კულტურის განვითარებისთვის. ის იყო უნივერსალური რუსიფიკაციის პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი, სადაც რუსული ენა უნდა გამხდარიყოს საბჭოთა ერთიანობის საფუძველი. ახლა დავსვათ კითხვა, რამდენად გაუკეთებდა ამ ყველაფერს კაცის საკუთარი ქვეყნის შვილებს, თუ ის თავს მართლა ქართველად მიიჩნევდა. მითი სტალინმა საქართველო გადაარჩინა და განავითარა. სტალინის მმართველობის პერიოდში საქართველომ განვითარება არასაკუთარი კულტურული და პოლიტიკური ზრდის გზით, არამედ შიშზე, რეპრესიებზე და ძალადობაზე აგებული კონტროლის სისტემით გაიარა. სტალინი მართავდა არა როგორც ქართველი, რომელიც სამშობლოს ევლებოდა, არამედ როგორც საბჭოთა ლიდერი, რომლისთვისაც საქართველო იყო მხოლოდ იმპერიის ერთ-ერთი ნაწილაკი, დასამორჩილებელი, დასასჯელი და გატყავებული. მოდით ვისაუბროთ სტალინის მასობრივ რეპრესიებზე. 1927-38 წლების დიდი ტერორის დროს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული რესპუბლიკა იყო. დახვრეტილ იქნა ათასობით ადამიანი, პოეტები, მწერლები, მღვდლები, საზოგადო მოღვაწეები და უბრალოდ გლეხები. ქართული ეკლესია პრაქტიკულად განადგურდა. 1921-39 წლებში დაიხურა ათასობით ტაძარი, რეპრესიას ემსხვერპლა ასობით ეკლესიის მიმდევარი. ინტელიგენცია სისტემატიურად განადგურდა. სტალინის ბრძანებით და ბერიას ხელით ეგრეთ წოდებული ტვინიანი ადამიანები იყვნენ საფრთხედ მიჩნეული. კულტურული და ენობრივი წაშლის მცდელობას რაც შეეხება. სტალინის პერიოდში გაძლიერდა რუსიფიკაცია. ქართულ ენას სკოლებში და დაწესებულებაში მუდმივად უკნინებდნენ სტატუსს. დამოუკიდებელი ქართული ეროვნული იდენტობის იდეა ბურჟუაზიულ ნაციონალიზმად ითვლებოდა და სასტიკად იდევნებოდა. კულტურული მემკვიდრეობა, არქივები, ეკლესიები, ხელნაწერები ხშირად განადგურებას ან რუსულ ჭრილში გადაკეთებას ემსხვერპლა. დამოუკიდებლობის დაკარგვა. 1921 წელს სტალინის ხელმძღვანელობით წითელმა არმიამ ჩამოაქცია დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. სწორედ სტალინი იყო ინიციატორი, რომ რაც შეიძლებოდა მალე მომხდარიყოს საქართველოს ოკუპაცია. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებელი არსებობა 70 წლით. მითი სტალინის დროს იყო წესრიგი და სიმშვიდე. სტალინის რეჟიმში წესრიგი არ არსებობდა. არსებობდა შიში, ტერორი და ტოტალური კონტროლი. საბჭოთა კავშირში ყოველდღიურად იჭერდნენ, ხვრედნენ ან ასახლებდნენ ათასობით უდანაშაულო ადამიანს. ადამიანებს ასმენინებდნენ ნათესავებს, მეზობლებს, კოლეგებს. შიშის ატმოსფერო იყო ყოვლის მომცვლელი. ღამე კარზე კაკუნი იქცა ეროვნული ტრამვის სიმბოლოდ. შსს არქივების მიხედვით შეიძლებოდა დაჭერა ან დახვრეტა უბრალოდ ეჭვის საფუძველზე, გეგმის შესასრულებლად, ანუ წესრიგის გარანტი არ იყო კანონი, არამედ კვოტა. თითქოს და 7 საზოგადოება ფუნქციონირებდა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ჩუმად იყო. კამერის დაპატიმრების ან გადაყვანის შიშით.
სტალინის დროს სიმშვიდე არ იყო ნდობაზე ან სამართლიანობაზე დამყარებული. ეს იყო რეჟიმის მიერ ძალადობრივად ჩახშობილი ხმა, სადაც წესრიგი მყარდებოდა წამების, მკვლელობებისა და გადასახლებების ხარჯზე.